სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც შემდეგ გასაკვირად 1991 წლის 1 ივლისს, ანუ წინა მე-17 განყოფილება ივნისში იყო ჩატარებული და იმდენი დაუგროვდათ ეთყობა, რომ ერთ თვეში უკვე გადაწყვეტეს, რომ ეს ჩანაწერიც გაეკეთებინათ. და ადამიანები უკმაყოფილებლები არ დარჩენილიყვნენ. და როგორც ჩანს, უკვე პოპულარული ხდება ეს სესიები. უბრალოდ ამას რო ვისმენდე მე ამ ჩანაწერებს და კითხვებს მახსენდებოდა ახლა ქართული სივრცე, სადაც რამოდენიმე ამბები, რაც ახალი ამბები ხდება მსოფლიოში, ითარგმნება ხოლმე. და ერთ-ერთი ესეთი ამბავი, რაც გუშინ გავაჟღერე, იყო დენზელ ვაშინგტონის მონათვლა და საბუთის აღება და ქართველებმა თარგმნეს როგორც ესმით ხოლმე, გესმით, არ ვიცი, საიდან მოაქვთ ეს, თავში რაც აგაკ, მღვდლად მოინათლა. მღვდლად, ესე იგი, თავში რომ მღვდელი გაქვს, ხო, მღვდლად. ეგეთი რამე არ არსებობს პროტესტანტულ სივრცეში, ვინც არ იცის, ხო, არანაირად არ არსებობს ცნება მღვდელი. რომ ვიცოთ, თვით კათოლიკეები მგონი აღარ ხმარობენ მაგას, ხო? და პროტესტანტებში არის პასტორი, მოძღვარი და ესეთი პასტორი, წემსი შეიძლება იქნას ესეთი და არანაირად მღვდელი. მღვდელის ასოციაცია რო ეძლევა, მგონია რომ იმ ფუნქციაში ასრულებს. ახლა რასაც თქვენი მღვდლები ასრულებენ იქა, ხო? ხო და მე ჩემი პოზიციაც დავაფიქსე დენზელ ვაშინგტონთან მიმართებაში, რომ ეს უფრო ეს არის მაინც ზედაპირული, მით უმეტეს, როცა ირჩევ ესეთ ეკლესიას, როგორც არის 50-იანელების, ნუ გასაგებია ახლა, რომ იქ შავკანიანებზე გაქვს შენ ხედულობა, ეს განმანათლებლობას ეწეოდა, კი, პიროვნულად კარგი ადამიანი, მაგრამ იმ ბოლო სკანდალებში, რაც იყო მოხსენიებული ფაფდიდისთან, და იყო, ხო, გაკვირით იყო მოხსენებული მისი პასტორი, ვისთანაც ეს დადიოდა მასთან ინტერვიუ ჩაატარა, ის პირდაპირ გარეული იყო იმ ამბებში. და ეთყობა ახლა მან საჭიროდაც ცნო რომ რაღაც ეს სახალხოდ იმას ექნა რა გაეკეთებინა ეს ნაბიჯი გადაედგა. რა თქმა უნდა ის განსხვავდება სხვა მსახიობებისგან ჰოლივუდში და შედარებით უფრო ესეთი ძალიან ესეთ კარგ თვისებებს ატარებს, მაგრამ მე მაინც არ მინდა რომ ვიყო იმაში, რა ქვია, რაღაცა კრიტიკული მინდა ვიყო ყველანაირად და არ მინდა რომ რაღაცნაირად მივიღო ის ნაბიჯები, რასაც ისინი აკეთებენ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბიზნესი, მოკლედ. ძალიან დიდი ბიზნესი, რასაც აკეთებენ ადამიანები ხშირად, აკეთებენ ეს უფრო სარეკლამოდ და უფრო პერფორმანსია, უფრო გარეგნულია ვიდრე შინაგანი. მე ეს მჯერა, აი გუშინაც ჯოანიკო მოგვაწოდა ფილმი და ვნახეთ, შეხვდით ჯო დოუს. ეს არის ძალიან დიდი კლასიკა, გერი კუპერი თამაშობს, შესანიშნავი მსახიობი. იცით ეს მსახიობი ბევრი ფილმებიდან და ეს არის ზუსტად იმაზე, რომ რა შეუძლია მედიას გააკეთოს, მედია საშუალებებს, ხო? ერთ წუთში შენ შეიძლება გმირად გაგხადოს და მეორე წუთში გაგანადგუროს. და ის ადამიანები, რომლებიც ელემენტარულად ახლა ქრისტეს მისდევენ, ხო? ისინი აუცილებლად დევნილები იქნებიან. და როცა ადამიანები ესეთი პოპულარობა ინარჩუნებენ, რჩებიან პოპულარულები, კითხვა ნიშნი იდება. ეს ის ქრისტიანობაა, რასაც იესო ქრისტემ დაგვიბარდა, რასაც პავლე მიყვება? მოგითხარით, დღეს ხარიზმატული მოძრაობას ბუმი არის. ყველაზე დიდი რაოდენობა, სიმრავლით რაოდენობით, როცა იზრდება ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, კათოლიკეები იზრდებიან იმის გამო, რომ ძალიან მრავლდებიან. მათზეც მოდის ეს ზრდა, მაგრამ ყველაზე მეტად ბოლო წლები, ვინც გაიზარდა, ეს იყო ხარიზმატული მოძრაობა და აქ შედიან ბევრნაირი გაერთიანებები ამ მოძრაობის მიმართულებით 50-იანელების რომ ვეძახით ჩვენ პენტაკოსტელებს, ხო? და ძალიან ჩქარად, ხშირი ხელდასხმით, ემოციაზე, გრძნობებზე, მუსიკაზე, ამაზე ხდება აქცენტი. და როცა შენ დენზელ ვაშინგტონი ამას კიდევ რეკლამას უკეთებ, ხო? ეს შემთთვის უკვე ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, წითელ შუქებს ანთებს, რომ კითხვები დავსვა და კრიტიკული ვიყო. ეს მინდოდა უბრალოდ მეთქვა და მოდით დაუბრუნდეთ ახლა პირველ კითხვას ამ დღეს, რომელიც დაისვა. ჯონ მაკარტურის შესავალს აკეთებს. დღეს საღამოს მე მოგცემთ უფლებას, რომ დაგვისვათ რამდენიმე კითხვა, ასე რომ ეს თქვენი დროა, მოდით მიკროფონებთან, შუაში ჩადექით რიგში, თქვენი სახელი გითხარით და რაც შეიძლება, გთხოვთ, რომ კითხვა იყოს მოკლედ დასმული, რათა უფრო მეტ ადამიანმა
შეძლოს მონაწილეობის მიღება ეს, რასაც ყოველთვის აფრთხილებს ხოლმე ბატონი ჯონი. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ ჩვენი მხრიდან, რომ მაქსიმალურად გავცეთ პასუხები თქვენ კითხვებს. აუდიტორიდან ისმის: გამარჯობა ჯონ, მე მქვია ტონი კოსტანზა. ეს კოსტანზა იცით ალბათ ძალიან პოპულარული გვარი არის იტალიურ იმაში და თვით საინფილდმაც ჯორჯ კონსტანზა ეს გმირი, თურმე მისი მეგობარი ყოფილა ცხოვრებაში და ლერი დევიდმა ეს ჩართო და ასე მე უბრალოდ უცებ ვერ გავიხსენე და ისე უცებ მოხვდა ეს კონსტანზა აქედან მახსოვს ზუსტად ეს მისი პერსონა, რომელიც არის ქარაქტერი, ესე ვთქვათ, ხასიათი, ხო, ამ საინფილდში ჯორჯ კონსტანზას გვარი არის. დიახ, ტონი კონსტანზა და მე მინდა პირველ რიგში გითხრათ ჯონი, რომ მე ნადლობას გიხდით იმ პრივილეგიისათვის, რომელიც ჩვენ ქონდა და რომ ვიყოთ ამ ეკლესიის მსახურების ქვეშ ბოლო რამდენი წელს განმავლობაში, გრეისის ანუ მადლის ეკლესიაში. და ეს მართლაც კურთხევა არის ჩვენთვის. ხედავთ კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს რომ იტალიური წარმოშობის ასევე გითხარით მე ლათინური წარმოშობის ყველა წარმოშობის ადამიანი შეხვდა მე როცა ვიყავი ეს იყო 2000 მე მგონი თუ არ მეშლება 12 თუ 10 წელი ჯონ მაკარტურთან და ძალიან ის არის უკვე ანგლოსაქსებს გადააჭარბეს ემიგრანტებმა მე მგონი უკვე დიდი ხანია რომ იცოდეთ და სომხებიც ბევრი შეხვდა რუსებიც და ბელორუსელებიც გითხარით და რა ვიცი ქართველი ჩვენ ვიყავით და ქალბატონი თამარა ჩვენი მეგობარი ხომ რომელიც წევრი გახდა მაგ ეკლესიის და ჯონი უხდის მადლობას მადლობა ტონი მე მაქვს ორი მოკლე კითხვა პირველი ესახება მათეს სახარებას მე-12 თავს მუხლები 31-32 სადაც საუბარია სულიწმინდის გმობაზე ვინც ჩემთან არ არის, ჩემი წინააღმდეგია და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს. ამიტომ გეუბნები თქვენ, ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმინდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვა-სიტყვის ზეკაცის წინააღმდეგ მიეტევება, მაგრამ თუ ვინმე სულიწმინდის წინააღმდეგ იტყვის, არ მიეტევება, არც ამ საუკუნეში, არც მომავალში. და ასევე ებრაელთა მე-6 თავი, მე-4 და მე-6 მუხლები. ამაზე წინა კითხვაზეც ისაუბრო ბატონმა ჯონიმ და ამას გაიხსენებს და პირველ კითხვაზეც მათეს მე-12 სახარებაზე თქვენ ვინც მოყვები ჩვენ ბევრია ნასაუბრები მაგრამ მე ჩავთვალე რომ მაინც დამედო და გამემეორებინა მე ვკითხულობ ებრაელთა მე-6 თავის ამ ნაწილს ვინაიდან შეუძლებელია რომ ერთხელ უკვე განათლებული რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმინდის მოზიარენი გახდნენ იგემეს ღვთის სიტყვის სიკეთე და მომავალი საუკუნის ძალები და მერე დაეცნენ ამის შემდეგ კვლავ განახდნენ მოსანანიებლად რადგან ისინი ისევ ჯვარსაცვამენ ღვთისას და ლანძღავენ და მე მაინტერესებდა შეგიძლია თუ არა აგვიხსნათ განსხვავებები და რა მსგავსებებია ამ პასაჟებში ამ მუხლებში ჯონი პასუხობს. ეხლა რასაც ტონი კითხულობს, ეს არის ის თუ როგორ მოქმედებს სულიწმინდის გმობა მათეს მე-12 თავში. და ჩვენ ამას აუცილებლად მივახცევთ, როცა მე დავბრუნდები ჩემი შვებულებიდან, რომ დავიწყებთ მათეს მე-12 თავის დეტალურ განხილვას. თუ როგორ უკავშირდება მე ეს ებრაელების მე-6 თავს. ახლა ჩვენ გახსოვთ ცოტა ხნის უკან ვისაუბრეთ ებრაელის მე-6 თავზე. სადაც ნათქვამი იყო, როცა ვინმე განათლებული იქნება, რომელმაც გასინჯა ზეციური საჩუქარს, გემო გაუსინჯა სულიწმინდას, განათლდნენ ისინი, იცით ხომ ეს მონაკვეთი და სულიწმინდის თანაზიანი გახდნენ. თუ ისინი წაიქცევიან, შეუძლებელია უკვე მათი ხელახლა განახლება მონანიებამდე. იმიტომ რომ მათ ნახეს გახსოვთ ყველა სასწაული და ისინი მერე ისევ ჯვარსაცვამენ ღვთისძეს და ირცხვენენ ამითი თავს. არსებითად ეს ორი ადგილი სრულიად პარალელურია ტონი. რადგან ის რაც მოხდა მათეს მე-12 თავში, ეს იდენტურია იმისა, რაზეც ებრაელთა ავტორი მიუთითებს. ხედავთ ფარისევლები გმობდნენ სულიწმინდას. მიუხედავად იმისა, რომ მათ ნახეს იხილეს საკუთარი თვალებით ყველაფერი, რაც იესომ გააკეთა. გახსოვთ ხომ მართალია? ყველა მისი სასწაული, ყველა მისი საქმე. მათ მოისმინეს თავიანთი ყურებით მისი მთელი სწავლება. მისი მხრიდან ყველა გამოვლენილი, რაც კი სულიწმინდამ მოახდინა, ყველაფერი
და მაინც უარყვეს იგი. და მათ დაასკვნეს კიდე უფრო მეტად მათ და საუბედუროდ რომ ის თურმე ეშმაკის სულით აკეთებს ამას. ასე რომ ის ამბობს, რომ მთელი ამ შუქის ფონზე ეს მთელი ამ სინათლე, რომელიც თქვენ გამოგეცხადათ, ამ ინფორმაციის შუქზე თქვენ ისევ ასკვნით 180 გრადუსით საპირისპიროს და ამიტომ გარკვეული გაგებით თქვენ შეუძლებელია უკვე თქვენ განახლდეთ მონანიებამდე. იმიტომ რომ თქვენ სრული სინათლე მოგეცათ, მაგრამ საპირისპირო დასკვნა გამოიტანეთო. და იგივე ხდება ებრაელთა მე-6 თავშიც. და ავტორიც იგივეს ამბობს, რომ ზოგიერთი თქვენგანი, ვინც სრული სინათლე იხილა, მაინც ზურგი აქციეთ ქრისტეს. ამიტომ ვეღარასოდეს განახლდებით მონანიებამდე, რადგან თქვენ უარყავით სრული ინფორმაციის შემდეგ სულიწმინდა. გასაგებია ხომ ტონი? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.